მოგესალმებით. ცხრილში მოცემული გვაქვს ნედლეული და მათი ფასები. ამ ცხრილში შეიძლება მეორდებოდეს ნედლეულის დასახელება, რადგან სხვადასხვა ფასი აქვს. მაგალითად, ბამბის ქსოვილი აქ რო 1250 ღირს, ქვემოთ ღირს 900. და ანუ კიდე მაგალითად ელო შესაკრავი 220 რო ღირს, ელო შესაკრავი 320 ღირს. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ პატარა სარჩევი, სადაც როდესაც ავირჩევთ ნებისმიერ პროდუქტს, დაგვიწეროს გვერდზე მინიმალური ფასი, რაც არის ჩვენ ცხრილში. ანუ იპოვნოს ყველაზე დაბალი ფასიანი ნივთი და როგორ გავაკეთოთ ეს? ამისთვის რა დაგვჭირდება? დინინ ფორმულა, სადაც პირველი უნდა მოვნიშნოთ ჩვენი ცხრილი მთლიანად, წინე, შემდეგ იმ სვეტის სათაური, რომელიც მონაცემიც უნდა წამოიღოს, თანხის სათაურს დავდგები და შემდეგ მოვნიშნავ აი ამ ჩემი ასარჩევი ცხრილის სათაურს და ასარჩევ უჯრას. დავხურო ცხრილს enter-ს მივცემ და დაგვთვალა, რომ საკერავი ძაფები 480 ღირს, საკერავი ძაფები ერთხელ არის ჩემს ცხრილში და პირველივე წამოიღო. მაგალითად, ახლა ავირჩიოთ ელო შესაკრავზე წამოიღო 220 ლარი. აქ 320-ია. ქვემოთ აი ელო შესაკრავი 220-ია. მოდი აბა ღილებით ვნახოთ. ღილებზე წამომიღო 136 ლარი. აქ 210-ია და მინიმალური იპოვა და 136 წამოიღო.